მოგესალმებით ყველას, დავრუნდი უკვე ახალი ვიდეოთი, მაგრამ ეს იქნება უკვე განსხვავებული ვიდეო, იმიტომ რომ აქ მინდა რომ გავაკეთო რეაქცია ახალ მაფიაზე, რომელიც გამოდის ძალიან მალე, ზუსტად არ ვიცი რა თარიღი, მაგრამ მე მგონი ბოლოს უკვე დაეწერებათ როდის გამო ეს მაფიაც და იქიდან გამომდინარე რომ მე ხა უკვე ფაქტიურად ორი მაფია გავიარე და მესამე დამრჩა, რომელიც მაფიად ფაქტიურად არც ითვლება. ნუ ვიძახიან რომ კაიაო და მაგარი არისო და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი აზრით მაგარი სისულელი არის. თან საქმე ისაა რომ პირველი მაფია, მეორე და მესამე როგორც ვიცი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ნუ პირველი და მეორე არის ეგ უოჭველი ვიცი, მაგრამ მესამე დარწმუნებული არა ვარ. ხო და ეს როგორც ვიცი არის უფრო გვიან გაკეთებული რა, ანუ გვიან ხდება ვითარება რაღაცა ძველ პერიოდში, ალბათ უფრო მე-19 საუკუნის ბოლოსკენ. ხო და ეს როგორც ვიცი მესამესთან კავშირში არ იქნება არანაირად, მაგრამ შეიძლება იყოს. ნუ გავიგებთ ეხლა აქ რაც ხდება და როგორც ხდება დაახლოებით მაინც. ეს არის გეიმპლეი ტრეილერი და ეხლა მოდი ბევრი საუბრის გარეშე ნახოთ თუ რა ხდება და როგორი იქნება აქ თამაშის გრაფიკებიც და შემდეგ. Come in. Bravery is not common. აი უკვე ეტყობა რომ საკმაოდ ლამაზი არის გრაფიკულად თამაში. აი პირველი ნაწილი იყო ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი. მესამესაც ჯობია ეგ პირველი ნაწილი ოღონ Definitive Edition რო არის გაკეთებული თავიდან და მეორესაც რა თქმა უნდა ჯობია. მაგრამ ეს უკვე არის რაღაცა უფრო მაღალი დონე. აი ბევრად ლამაზი გრაფიკები არის, ხა თან ეხა ორკაში უყურებ ამ ვიდეოს, მაგრამ YouTube-ი ზოგადად უფრო ამახინჯებს ხოლმე გრაფიკას და ეს რო ითამაშო რეალურად ამას უფრო ბევრად კაი გრაფიკები ექნება, მაგრამ ჩემი კომპიუტერი ამას არ გამიქაჩავს და ეგ არის ერთი მინუსი, თორე გრაფიკულად ძალიან ლამაზი არის. In this world, Enzo, loyalty, honor. ოპა, აი ეს მომწონს. ეს იმიტომ მომწონს, რომ ჩვენ ხო ეხა ვიცით, რომ მანქანები და რაღაცები გვყავს და მოკლედ აი თუ რაღაც დაგვჭირდება, უნდა გამოვიყვანოთ მანქანა, რაღაც გარაჟში ვიყოთ ეს ის და აქ თუ იქნება დამატებული ისეთი მომენტები, როგორიც არის Red Dead Redemption-ში, ან თუნდაც კიდე Assassin-ში, Odyssey ქვია თუ ორსები მაგ Assassin-ს და დაახლოებით იგივე სიტუაცია არის ეხა მანდაც, ანუ იგივე გრაფიკები და სახლები და შემდეგ და პატარა სოფელიც არის და იმ თამაშებში არის ჩავშტვენა და როცა ჩაუშვენ შენიცხენი ეგრევე მოდის. და ჩემი აზრით ეგ თუ იქნება დამატებული აქ და ეგრევე მოვა შენიცხენი იმის მაგიროდ რომ ვიღაცა უნდა გაძარცვო და მერე გარაჟებში უნდა იბოდიალო აქეთ-იქეთ, კაი იქნება რა თქმა უნდა. თან უფრო რაღაცა ლამაზი არის და სხვადასხვაშორის რო ვაკვირდები ახლა მე ბევრი თამაშის კომპანიები უფრო აი ძველებურ სტილს ირჩევენ, იმიტომ რომ ხვდებიან რომ მოთამაშეებს ეს უფრო მოწონს ვიდრე ის რომ აი თანამედროვე რაღაცა იყოს. ახლა წარმოვიდგინე რომ მაფიაში გააკეთონ ის რომ აი მთვარეზე ვიყოთ. ან რაღაცა რკინის კაცის ის კონდეს, რა ქვია, აბჯარი მაფიას. სისულელე იქნება და კაია რომ მაგას ხვდებიან. Obedience. They set the man apart from the rest. You took care of Messina. But this matter is not yet resolved. ის მე მგონი გარგამელი იყო, Smurfs-ო დაძდევს რაღაც ლურჯი პატარა არსებები რო არიან და წამლის გაკეთება რო უნდა. აქ ეხლა მე მგონი უფრო იქნება სტელსი, მაგრამ ჯერჯერობით კარგად ჩანს ყველაფერი რა. Will you help me bring it to a close? Of course. ეს იქნება, ნუ ბოდიში რომ ხშირად ვაპაუზებ, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნო, თორე ისი არ გამოვა. ეს დიდი ვარაუდით იქნება მთავარი პერსონაჟი, ეტყობა ამას რომ ეგრე იქნება და ის ვინც გველაპარაკება ალბათ იქნება, ნუ როგორც უკვე ესეთ ბოსი ერთ-ერთი ჩვენი. Andorizi. ოპა, მანქანებიც ყოფილია როგორ ჩანს, მაგრამ ის რა არის, მეტლი არის, წინ რომ მიდის თუ რა არის ეგ? არა, მანქანა არის ეგ, რომ უფრო სატვირთოს მსგავსი. ხო და რაღაცის მანქანები არის, შეიძლება აქ ვითარება ხდებოდეს ვითომ 1900 რაღაცა 20 წელში თქო, დაახლოებით ეგრე რა. მაგრამ კაი არის, ანუ მანქანებიც არის, ცხენებიც არის, რომელიც გინდა ალბათ აერჩევ იმას და რომელთაც გინდა იმით ივლი. და ეგ საინტერესო რა თქმა უნდა ძალიან. მით უმეტეს ეგეთ სილამაზეში რო ესე მანქანი დადიხარ და ცხენით თუნდაც ძალიან ლამაზი სცენები იქნება დარწმუნებული ვარ. აუ არა ხო არ გადავ. ეხა აქ motion blur არის ჩართული, მაგრამ აი პროსტა დეტალებს დააკვირდით როგორი ლამაზი არის ყველაფერი. სად ეხა რომ ეს თანამედროვე იყოს და რაღაცა შავ-თეთრი იყოს ეს მთელი სახლი და სად ეხა ესე რომ ლამაზია ყველაფერი. აუ ხო არ გადავ.
აი ესეც კიდე საინტერესო არის. მე როგორც ვიცი, არც ერთ მაფიაში ჯერჯერობით არ ყოფილა ის ფაქტი, რომ აი სისხლი ესე ასხამდეს რა. ნახე როგორ არის სისხლი. You again. ნუ წინასწარ შევუკვეთეთო რა, ნუ განსაკუთრებული რა ვიცი, ისეთი არაფერი გამოუჩენია და ეს გეიმპლეი ტრეილერი აწერია, მაგრამ გეიმპლეი არ იყო ძირითადად, ანუ უფრო ეს სინემატიკური რაღაც ტრეილერები არის, მაგრამ აი ამას როგორ ვერ ვიტან რა, აი ჩხუბი და რაღაცები რო არის მეორე მაფიაში როგორ ვერ ვიტანდი, ნუ ჯერ კიდე არ დამითორებია, მაგრამ მაინც და როგორც ჩანს აქაც არის ეგეთი დანამატები. პლუს კიდე გაკიდებები და რაღაცეები აქაც იქნება, ანუ ესეთი მისიები როგორც ხედავთ, სტანდარტულად თქვა უნდა როგორც მაფიაში ეფერება და თამაში გამოდის როდის თუ დაეწერება ეხლა კაი იქნება. არა, არ ეწერება სამწუხაროდ. ესე იგი, თამაში გამოდის 2025 წელს 8 აგვისტოში, ანუ რაღაცა 2 თვეში გამოვა ეს თამაში და ეღირება $50 და სხვადასხვა ფასებიც არ არის იმდენად ძვირი, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეხლა რომ ეს თამაში ყოფილიყო ან Battlefield-ი ან Call of Duty ან რაღაცა მსგავსი, ეღირებოდა $80 ან რაღაცა $90, მაგრამ 50 ჩემი აზრით, მithumedes ესეთი თანამედროვე თამაშისთვის არც ისე ბევრი არის ფაზეკლების გარეშე. და ნუ $100 ეს არის უკვე ამას დიდი ვარაუდით უკვე მოყვება რაღაცა ზმანები, პლუს კიდე დამატებითი ისტორიებიც ალბათ თუ მომავალში გამოვამერე და ეგეთი რაღაცები ხვდებით ახლა თქვენს. ხო და ნუ ეგ არის და ეგ, იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ, კიდე იმედია რომ თქვენს აზრს დაწერთ თუ რა შეეხება თამაშს და როგორ მოგეწონათ თვითონ ეს ტრეილერი ან როგორი იყო ზოგადად. ეხლა კიდე წავედი, წარმატებები ყველას და დროებით.